ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითადად იარაღის განხილვა ზურა ყვანჭახაძე. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო კარგო ხალხო. გამარჯობათ. გამარჯობა. სტუმრად აყვავს YouTube არხი Blades G. ხო სწორედ? კი ბატონო. Blades ნიშნავს რას ნიშნავს? დანებს. ნაიფ არ არის დანა? კი, ბლეიციც არის ორივენაირად არის. ეს ორ სათარეობა მომკლავს ერთხელაც იქნება რა. კეთილი იყოს ჩემ ფეხი და მადლობა რომ მოგვიწევთ. გაიხარე ძმაო. სიამოვნოა თქვენთან ყოფნა. მანამ ერთად მოვედით, მაგრამ მაინც ეგრე იციან ხოლმე ხელი შემოვარდა. მოკლედ მოვიწვიეთ ამ არხის ლინკი იდება ამ ვიდეოს აღწერაში. დანებს ყიდიან აქ საკუთარი YouTube არხი. მგონი TikTok-იც აქვს. კი, TikTok-იც გვაქვს. TikTok-ი როგორი? იგივე სახელით, Blades G და Facebook გვერდიც რა. აჰა. მოკლედ სტუმრად მოვიწვიეთ. ვიდეო უკვე ნახეთ, რომელიც ამათ მაღაზიაში გადავიღეთ გიორგისთან და ეხლა ამოვედით აქ, რომ საქმეში გამოვიყენოთ. ეს ჩემი დანაა და ამას არ გამოვაჩენ და მოდი ეხლა ვილაპარაკოთ სამზარეულო დანაზე, გავაკეთოთ ჯიგარი ბადეკონში. კაიხანი ამას ფიქრობდი. იყო ჯიგარი. კი, როგორ არა. ზოგს არ ყვა, მე რას ამბობ, შვილო, ჯიგარი უჯიგრო ადამიანი გაიგონია? ჰა? ჯიგარი გიჭამია? რავი, ალბათ. ხო გაიგონია ჯიგარი ხო ჯიგარო? აი ეგარი. კაი. ჯიგარი გავაკეთოთ, თან დანებზე ვილაპარაკოთ. აი ეს დანაა და მაგიდან დავიწყოთ. კი ბატონო, აქედან დავიდე სამზარეულოს დანა უშუალოდ რა, კონკრეტულად იმისთვის განკუთვნილი რომ რა ვიცი. გავაკეთოთ კერძები, ხორცი, ბოსტნეული და მსგავსი ყველაფერზე ეს დანა დარწმუნებული ვარ არ შეგვაცხმეს. ეს არის თუთაუნი. გახსოვთ მაღაზიაში რო განვიხილეთ დანები, იქაც იყო ამ ბრენდის რამოდენიმე მოდელი, შავი ფერის ცოტა განსხვავებული. ხო, კი. აი ეგ ბრენდია. ამათმა დაიწყეს 1992 წელს აწერია კიდეც სამზარეულოს დანების კეთება და შემდეგ უკვე ბოლო წლებში გადავიდნენ დასაკეთებზე და რაღაც ასწავლებს აკეთებენ. სადაურებიანი. ეს ჩინეთში აქვს ქარხანა. თავისი ქარხანა აქვს, იქ არის სულ სამი რეატია, რაიკი და ამათი ქარხანა, რომელიც დანას თავიდან ბოლომდე თვითონ აწყობს და სხვები მერე უკვეთავენ რა, ძირითადად რაღაცებს თვითონ აკეთებენ, რაღაცებს ამათ უკვეთავენ. ესენი არიან, რომელიც ფოლადები მოიგონეს თავისი, თერმოდამუშავება ყველაფერი, რა მოკლედ მაღალი დონის ბრენდია და მაგიტომ წამოვიღო, ფიქრობ რომ თქვენ საქმეში მოგეწონება და ეს საჩუქრად ჩვენგან, თქვენ და თქვენს არხს. თქვენი არხიდან ჩვენ არხს. კი ბატონო. შესახედავთ კი ესე ბრუტალური, მსუბუქია. კი, მსუბუქია, მეორე ვერსიაც აქვს უფრო სქელი, მაგრამ ეს ვარჩი ვფიქრობ კარგი ჭრა ექნება და ხორცს და ბოსტნეულს არ სჭირდება ეს რაღაც 5 და 6 მმ-იანი. ო, აქ რაღაც ნაწრთობობა ეთყობა. კი, ყველაფერი იდეალურად აქვს გაკეთებული და რავი, ნახოთ საქმე. აი. ვერის. ვარა, მის ხელი გავიჭერი. აა, ბატონო დავით, შენ რა სიტყვის ედანაზე? ამანახე მოგიხდება? ოღონდ თხილად. სუბუქია. ხო? აი, ეს გამოვიყენოთ. ეხლა მე თან ვილაპარაკე თქვენ ეს რა არის? ეს ბატონო ანას ჩვენთან რო იყო მაღაზიაში მოეწონა ერთი დანა და ისიც საჩუქრა წამოვიღე და ნუ გადავცე მე რა. დასაკეთი დანა ისე ჩაოლ. ნახოთ რა. ნახოთ. კი ბატონო. ნახოთ. რა დანა? კაი გემოვნება გონია. ვა, ბატონო. მექანიზმა მოხიბლა და დიზაინო მოეწონა. ბატონო, ეს როგორ იხსნება ესე? კი, პირდაპირ იხსნება. და კნოპკით იკეტება, რბილი მექანიკა აქვს. აი ამითი. აა. კილოცა ბატონო. ეს რაღაც სპაიდერკოს გავს. თინეიბლი ქვია ამ ბრენდს, კონსეპტ ნაივსი ამათი დილერებიც ვარ ჩვენ ამათი წარმომადგენლობა გვაქვს და იმათი შვილობილი კომპანია, ერთი ბრენდია რა. ეს რაღაც უფრო საძგერებელია. კი, შუბისებრი პირი აქვს და მაგრამ მაინც რაღაც ფორმა ისეთი აქვს, მაინც უნივერსალურში გადის ყველაფერი. არა, დასაჭერად დაიჭერება, სატყავებელია, საძგარებელია, ნუ ჯიბის დანა რა. ისე მერას დანა მაქვს. მაინც ვანოზე დიდი დანა მე. ესეც ეგეთი რაღაცას, ამას მაგრა ხმარობ რა, საძგერებელია, ესეც ეგეთია. სუბუქია და ეს რა მასალაა რაღაცა. ჯიათი ქვია მაგ მასალას. ისე რაღაც ესეც ჯიათია თქვენ დანაზე.
ესა? კი, სხვანაირ დამუშავებას ტექსტურა აქვს უბრალოდ სხვა თორე ამას უბრალოდ მაგარი მოჭიდა გეგონება ზუმფარაზე გიკიდია ხელიდან არ გაგიცურდეს რა. აჰა. პრაქტიკული რამე. რა სიტყვი? ანუ თქვენ მაღაზიაში ეს გაქვთ. კი, გვაქვს. აჰა, მშვენიერია, კლიპსიც აქვს, საკიდებელი. დიახ. აჰა, კაი. ოშენი. ამიჩო. არ მოველოდი რა, ისე დაიკეტა. მაგან მოხიბლა ზუსტად მე მგონი. რაღაც ისეთია, რომ აი. კი. პატარა ძო დაუშვა, შეიძლება თითით ჩაკიჭრა. სათამაშო და ცხელში დანახო მარტო ისა სპინერიც გაქვს გაბერთობი და თან საქმეში ძალიან ყოჩარი და კარგი. მაგარი ეს რა ფირმანი? თინეიბლი ფირმა, განსაკუთრებით შინობელი კომპანია. თინეიბ, ჰა? სადაცევზეოდ გამოგდება, იმიტომ რომ ცალი ხელით გახსნი რა. ხო, აი ეგ არის და თუ ცალი ხელიო დაკავებული ქონდა, შეგიძლია ერთით მარტივად გახსნა და კეთო ჩაი და ჯიბეში საქმე გააკეთო და დანისთვის არის ძალიან დიდი პლუსი. ხო, თანამედროვე დანებს უკვე ეს ის აქვს. ძალიან კლასიკური რაღაც ის არის, ეს მექანიზმები უკვე პრაქტიკულად ჩვენა რო გამომგარია. შეგვიძლია პეპელასაც ატაროს. ეხლა ნახე, მე დანებს სინჯა ხოლმე ორნაირად რა. ძალიან მყარდი მცირებაზე და ძალიან რბილზე. კი ბატონო. და უმეტესწილად რბილს უფრო ვერ აჭრის და ვიდრე მყარს. იმ მყარს კიდე ძალასათა და თუ ბასრი არ არის, ხო რბილი თუ რაღაცა იგუნება და ასე შემდეგ, აი იმ ღვიძლის არ იყოს. აი ესეთი რაღაცა. თუ ამას გადაწყვეტო, გააკეთოთ. აი ეს უნდა აცალოთ, მოიტანე აქეთ ვანო ახლო. აი ეს იმასავით არის, რა ქვია. თეთრი გადაკრული რაც არის, ეგ უნდა აწვრესო. ახლა როგორ მენანება რომ ამას ხელი მოვკიდო, მაგრამ სხვა გზა არ არის. აი ამ დანით მე ამ პირს აუწყობ. არა მაგრაშის, მოდი ესე გავჭრის შუაზე. და ვნახოთ ღვიძლი. კონსტიტუცია ყველა მითის, ხო? კონსტიტუცია რა სიტყვა ვიხმარეთ. ნუ როგორია თვითონ ეს ღვიძლი. მოდი ამას ქირურგის დანასავით ძალას თითქმის არ ვატანო. აი ახლა უკვე თავისი მძიმით ჩაჭრა. აი ესეთი ჭრა ღვიძლზე როცა რბილი ნივთიერება, ხო, აი ძალიან გამეკვირდა. თვითონ ამას შეხედეთ, აი ეგ ზოლი დატოვა ერთი, იმიტომ რომ ჯერ ერთი დაუსვი და მერე მეორე დაუსვი და გაჭრა რა. ძალიან ჰა? არა, მაგარი ბასრია რა და გამომთხი ისე უნდა გაუფრთხილე კიდევაც ალბათ რომ რაღაცა მიითალმო. ხო, ეგ ხის საჩე ფუნქციურად არის სამზარეულოსთვის კონკრეტულად რა და ტყის პირობებში არ გამოდგება, ეგ უბრალოდ გაფუჭდება და კი გაილესება მერე, მაგრამ აი არა, მიჩოვლიც არა ვარ ესეთ ბას რაღაცეებზე, ანუ ხო, სიფრთხილე ჭირდება. ცოტა სხვანაირი, ხო? თავის სპეციფიკა აქვს კი. ხო, კი, არა, ძალიან მაგარი და დიდი მადლობა. აჰა. სულ გემრიელი კერძების დადებას. კაი ხარ. ეხლა მე ამას ავაცლი და დავჭრი. ბადეკონს გამოვიტა შიგ გადავახო და თან შევწვა თანდანებზე ვიჭურჭი. მოდი ეხლა ამას მე გავაცალე რა ძალიან ვიწვალე. აი ეს შაისა რა ქვია. იმას ავითა აქ რა. ფირივით აქ რაღაცა გადაკრული. ეთყობა რა ძალიან ბასრია. ესა? ეს ეთყობა კი არა ბოღური. ძალასაც აზერს. ხო. ჯიგარისთვის მე დავამზადებ აი ესეთ ნაჭრებს. ბატონო დავით. მე შენ ესეთ რამეს გაჭმე. იმის თანაფა. თან ეს მალე იწובה. ოღონ ამის შეწვა სპეციფიკა უნდა რაღაცა რა. დანა მაგრამ ასე რა? რა ზეიძახი? იმის თანაფა. მე ისეთი ისასაცილო რამე ვიცი, ხო? მაინც რა ქვია იმას? იმას რა ქვია, ვინც მოგას იძახის ბიჭო? როსტია. როსტი რო ეძახის. სოფელი არის ძალიან მაგარი. კურო ყავს რა ქვია? თამრიკო. აი შენ თამრიკო. ეს სამკუთხედია, რატო სამკუთხედი ვერ გავიგე რა. არა უშავს. ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს. აუ რა მაგრა ჭრის. შევადაროთ სხვა დანებს თუ? შევადაროთ, მოდი ვნახოთ. იცი რატო ეხა მაგას რო ვერც ერთი ვერ აჯობებს წინასწარ ვიცით, მაგრამ სამზარეულოს. ხო, რა სამზარეულოს თემაში, მაგრამ ამათ უფრო სხვა დატვირთვები აქვს და
მაინც რო ყველა მეტნაკლებად გავიაროთ რა. ერთი მოდი, აი ეს ახლა სკანდინავიური ფინკა. ნახეთ, ამაც როგორი დაშვება აქვს. ეს ზუსტად ვიცი რომ ხეზე მაგრად მუშაობს. ხეში ბევრად ადვილად ჩადის, ვიდრე ჩვეულებრივი დინზიანი დანა. ეს ნაჭედი დანაა? დიახ. ეტყობა კიდევ, სადაც ქარხნული არ არის? არ არის ქარხნული. კელამის არის, ფინური არის. მეორე რაც ამოვიღე, შედარებით ვეცადი მეტნაკლებად განსხვავებული დანები წავამეღო ერთმანეთისგან. ეს ჩებურკოვის დანაა, ეს ნახეთ უნივერსალური ტიპია, ფორმა ისეთი აქვს, პრაქტიკული რაღაც გატყავება ცხოველის დამუშავება, ხორცის რაღაცა ყველაფერზე გამოდგება და მესამე წამოვიღე კიდევ რაღაც უფრო ისეთი ძიმე დატვირთვებისთვის, survival თვითგადამშენ დანას რასაც ეძახიან, ქოლსტილის SRK, ამას სამფენიანი ფოლადი აქვს, სანამ შუაში იაპონური ტრადიციითაა დამზადებული. ეს არის ნახეთ როგორი სქელია, დაახლოებით 5 მმ. ეს არის აი კლდის მომგრევა და რაღაც ამ ძიმე დატვირთვები რო დაგჭირდა, ეს ყველაფერს რო უპრობლემოდ გააკეთებს. სალაშქრო დანა რა? სალაშქრო დანა, კი. ხო და ყველა ტყისაა სანადირო სალაშქრო მეტნაკლებად, მაგრამ ფუნქციურად მაინც განსხვავდება და სამზარეულის ციც როგორი ვარიანტია. გამოდგება როგორც აი ხო ვცადე. რაღაც ბატონინგი ხის ჩაჩეხვა, ცეცხლის დანთება რო არ გაქვს თქვა ნაჯახი მაჩეტი ან ცოტა ისეთი მძიმე ერთი დანა რა და გინდა ყველაფერი ამით გააკეთო. აი ეგ დატვირთვა აქვს ზუსტად ამ დანას და ამათაც აბა ჩვენ ეს რბილს თუ გაჭრის. აბა ხო ნახოთ რბილზე იმასთან შედარებით რა იქნება თქვენი შტაბეჭდილება. დასრი არის, მაგრამ ისეთი ვერ იქნება. ისეთი ვერ არის. ჭეშმარიტად ვიტყვი რომ ეგ არა ყველა დანას თავის ფუნქცია მნიშვნელობა აქვს რა. ხო. ეს მე ხეზე ვიხმაროთ. აბა ესა ვნახოთ. ეს მივხვდი ფინური როა რომ აი ესეთი რაღაცა როა. ხო. მაგათი ფეხსაცმელებიც ესეთია. ალბათ რავი. მე მეგონა ფინელებს საერთოდ წაღები ხო აწვე და ზამთრს. ქარქაში გავხსნა. იატაგანიც კი? ხო. არა, იატაგანი თვითონ მოღუნული, ამას წვერია. ხო ნუ რავი რაღაცა ხო, აი ეს მოდი აბა ფინური. ეს დანა მაგრამ მომწონს ნახეთ რა, ეს ხელით არის გაკეთებული პირდაპირ ეტყობა რა, რომ ნაჭედი ფოლადია. მოდი ნახოთ ეს როგორ გაჭრის. აი, ნახეთ ვერა. ეს ვერა. ხეზე სამაგიეროდ ამათ აჯობებს დარწმუნებული. ეს ვერა. აბა ხე მომეცი რაღაცა. აი მან ეგდება რაღაც მომეცი. ცოტა. მაჩვენე აქ. არა უშავს ხორცზე დაიყარა. ჩვენ ველურები ვართ. ამას უჭის. ამას არა. ხედავ როგორი ის არის, რა ქვია. უცნაური რაღაცა. ხორცი არომატით გვექნება, ხის არომატით გვექნება, ჯირო. რა. ო, რა უცნაურია, ხედავ. ნალესს აქვს დიდი მნიშვნელობა რა. ფოლადები ახლა ამას ძალიან მაგარი იაპონური სანმეი ფოლადია. ამას უფრო ბრტყელია პირი რაღაცა. აი ესე. მუცელია გაგეთებული, ხო. ეს მუცლიანი ნალესია, ხო. ხო, ეს რაღაცა გააკეთებს, ხესაც გათლი, ხორცსაც დაჭრი, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით რა. არა, ხო, ნახე ეხლა პირდაპირ იმას შვება რა, რომ ამას გაუჭირდა ამაზე, ხეზე. ამას ხორცზე გაუჭირდა. მოდი ვნახოთ. ეს რაღაც მაგათ შუაში უნდა იყოს. იყოს ეგეც იტოს. აბა ვნახოთ ესა. სუბუქი დანა კია. არ შეგაწუხებს ხო რა სანადირო დრო დადიხარ და გიწევს ბევრი სიარული. ხორცი გაჭრა თვილად. ხო, ხეს უფრო მაგრაჭრის. ხო? ხეს მაგრაჭრის. ხეს ყველაზე მაგრა ესე ჭრის. აჯობა იმათ? კი. ეს მაინც უნივერსალური. აი ამას აჯობა ხეზე. მაგრამ ჩემი აზრით არა, გაცილებით მაგარია ხეზე რა. იმენა აი რო. ჩემი აზრით არა, აი ეს არის მაგარი. მაგარი შეიძლება. არა, კარგად აიღო, ეთყობა აქედო. ხო, არა, იმასავით არის რა, ძალიან ადვილი. ძალიან ადვილი ესა, ეს საერთოდ ეს იმასაჯობია, ეს ეს დანა, ეს უნივერსალი თუა, თუ კი არა არის, იმიტომ რომ ხეც მაგრა გაჭრა. ეს ხორცზე უფრო მაგარი იყო, ეს ხეზე ამასაჯობია, ეს ორივესაჯობია, ოღონდ. მაიცა, მოდი თან ღვიძლს დავჭრი. ეს გრძელზე გავუშვოთ. არა, იმასაც ძალიან ადვილად აჭრის რა. მაინც ესე ტრადიციული ფორმა და ნალესი მე მგონი მაინც ყველა. ხო რა, რაღაცა ისინი არა აქვს რა, რაღაცა ძალიან მართლაც აუც ეს ყველაზე მაგრა მომეწონა რა. მართლა ეს სამუშაოდ. ეს ჩემ დანებში და რა საბოლოოდ ეგავირჩე. ეს რა რუსულია? ხო, ჩებურკოვის. ანუ ეს რა არის სერიული დანა
თუ ხელით არის გაკეთებული თუ სემიკა ნახევრად ხელნაკეთი ქვია ეხლა ამ დანას რა არ არის სრულად ხელნაკეთი და არ არის სტამპი არ არის რა თქმა უნდა ხო არის ამათი ანუ ნახევრად ხელნაკეთია რომ დამუშავებას აქვს დიდი მნიშვნელობა ბატონო ზურა რა X12 MF-ია ეხლა ეს ფოლადი, იგივე ფოლადი შეიძლება სხვა ბრენდმა გააკეთოს, მაგრამ არ კონდეს ისეთი ჭრის ხარისხი, სისალე, რასაც ქვია ქართულად და თან პირსაც დიდხანს ვერ შეინარჩუნებს შედარებით. ამათ მაგრამ აი ეს გამოუცა რა, აი ოდნავ ძალის დატანა ეგრევე ეთყობა რა, რომ ძალიან ადვილად აჭრის. აი საქმეში ისეთია რომ დიდხანს თუ შეინარჩუნებს სისალეს. კი, ინარჩუნებს. გამოსილი მაქვს ეს და იმედ კონკრეტულად ეს მოდელი სხვებიც აქვს, სხვა ფორმები. მაქვს და ძალიან მაყოფილი ვარ ამ აი, სატარებითაც ადვილია, სუბუქია. კი. ძალიან ისეთი ერთ პრაქტიკული მყარი არა მყარი საკიდით. არა, ხორცეც ყური რაი კარგად მუშაობს, რა მომეწონა. ერთი დანა რო გქონდეს, თავს გაიტან ჩაუვლი. აი ეს ხო, მაგრამ საველეზე ესეთი დანა მაინც აჭირდება. ძიმე დატვირთვებზე უფრო ეს კი ბატონო. ამ დანას შემეძებ მინუსი აქვს, რომ ანუ ამას? რო დაგივარდეს შეიძლება ვერ იყო კამუფლაჟი. ფერზე იძახი? სამაგეროდ შეგიძლია გაუკეთო ქარქაში, რომელიც გამოჩნდება ბუნებაში. ანუ სანმე მიდიხართ ეს ტანზე ეს ზურჩანთაში თუ რამეა ამითი პატარა რაღაცასაც მე აი რა ვიცი რა აი როცა ხაფანს აკეთებ ან ეგეთ რაღაცას აი ესეთაც გათრი ყველაფერი ხო არა ესეთი რაღაცის გაკეთება როცა გჭირდება აი წვერითაც კი ნახე რა კარგად მუშაობს ესეთი რაღაცების კეთება მიწევს ხოლმე ხშირად თან აი თითქოს შეგიძლია დაეხმარო და რაღაცა ესეთი ამოთალო რა. ზომა ფორმას პრაქტიკული აქვს, ადვილად მიუდგები. ხო, არა, ხო, არ შეგაწუხებს. ოღონდ სადმე რო რაღაც მიწის ამოთხრა იყოს და რაღაცა ეს გაცილებით მაგარია, ხო. კი. თავდასხმა რაღაცა არის, მოსაგერილოთ ეს უფრო მაგარი, იმიტომ გადის უფრო. ეს უფრო ამითი გაატყავებ კიდევაც, აი როგორ პირი ახლა. ამითი უკვე ვიღარ რა. ამითიც გაატყავებ, მაგრამ ამას უფრო მაგარი პირი. სხვა ხარისხით, ხო? ხო. ну ეს საერთოდ ჩემპიონი ეს საერთოდ რა გინდა ბატონო დავით არაფერი არ მინდა მე თვითონ გავრიცხავ კაცო რას გადამეკიდე შე რაღაც მუღამი აქვს რომ დაიჭირო დამპირი ხარ დამხმარე პირი მოკიდ ვანუ გაგა დამპირა რა ესე ხოს რო აშენებდი ლურსმებს მე გაზრდები ო და ეგ არის დამპირობა ხო და დამპირი ესე აი ეს ეხლა მე ამას ბატონო დავით არა დანები ძმაო ოღონდ არალად ვიძახი რა მე ახლა იქ მაღაზიაში კი ვილაპარაკეთ მაგრამ საქმეში კაიდანა ყველა ამას ვიყიდითი ხო არა საბოლოოდ ეს მომწონს მაგრამ ფინური იმტრო ლამაზია და ნაჭედია რა და როცა რამე ეთნოსთან არის დაკავშირებული დანა კლასიკური ვარიანტია და ხო აი ფინური დანა ფინკას რო ეძახიან რა ვიცი ქართულ კავშირის დროს იყო ხოლმე ეხლა შემოდის კი და იმაშრებია რა ქვია აბა ეხლა მაიცა ბატონო დავით მაგრამ ამას საერთოდ სამზარეულოს დანამ ძალიან მაგარი საქმე ქნა გასულს ადრე ზეით ყველა დააკეთე ძალიან კარგი არა ეს მოno ნახო სხვა არის რა თქმა უნდა როგორ? ახირები და ისეთი. მაგაშიც იყო ხო? რა იყო? ჯიგარ. ოჯახურში? ოჯახურში ჯიგარს რა უნდა? ბიჭო, ჩემი შვილი მაინც არის. ეგ რა მითხარი? რავი, მახსოვს რაღაც თუ. რა გახსოვს? უძლი იყო თუ არ ვიცი რაღაც. ოჯახურში. ეს არ გადმოვარდეს? ანუ ეხლა თქვენ ამ საქმიანობას ოწევთ დიდი ხანი, თვითონ იყენებთ ეგედანებს? კი, ნუ ისი შესაძლებლობაც არის რა, როცა გავდივართ ქალაქ გარეთ, ლაშქრობები გვიყვარს, მე და გიოს გვაქვს ხოლმე. ანუ ადამიანს დანას რო უხსნი, წაკითხული და მონაგონი არ არის, ანუ თქვენ თავზეა გამოცილი, ხო? ძირითადად წაკითხული ორივე ერთად რა ბატონო ზურა. აი მაგათი სინთეზი მე მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია. ყველაფერს პრაქტიკაში ვერ ისწავლი. კონკრეტულად თქვათ აი ფოლადის შემადგენლობა და თქვათ რომელია ჟანგვადი, უჟანგავი და თვისებები უკვე კონკრეტულად თუ არ წაიკითხე და მოიძიე ყველაფერს პრაქტიკაში ვერ ნახავ. არა, ეხლა რა არის, იცი? თვითონ ვინც არის დანის გამოყენებელი. დიახ. იმან ეხლა მე სულ ვარ მითხრა ეს რისგან არის გაკეთებული ამ წუთში. ნაკლებად დაინტერესებს რამდენია ქრომი თქვა შემსავალში. ხო, ამ წუთში ხელში დავიჭირე, ვნახე სუბუქია, საკაიფოდ გაჭარ, ხურცი დაჭა, ხე დაჭრა, მაგრა და ძალიან ესეთი სუბუქი კაი სახმარია. აი მთელი ის არის ჩემთვის ეგ. კი ბატონო. ხო, ეგ შეიძლება ბატონო დავით, აი ეს შენ გაბარებ. ხო ხარ დამპირი. პრაქტიკაში ეგრეა, კი, მაგრამ როცა უკვე ამ საქმეში ხარ და უნდა აუხსნა ადამიანს, ჯობია დეტალურად აუხსნა რა.
შენი გამოცდილება ერთია, მაგრამ ის კიდევ ინფორმაცია. არა, ნუ ეხლა თუ ეგეთი ტიპი გამოჩნდა, რომ გეუბნეო, რომ არ იქარო, მე ამაში ვერ ყვი, მეტალურგი ადამიანი, მე მაგათ მეტალურგებს ვეძებ. შორის არის ჩვენთან ძალიან ბოლო დროს, რაც ეს სფერო ცოტა განვითარდა და წამოიწია წინ, ხალხი ძალიან გაცნობიერებულია და მიდის მე ჩვენთან არის ხოლმე განხილვე მაღაზიაში საუბრები, ინფორმაციის გაცვლა, ეს კიდე სხვა ურთიერთობა, ბევრი მეგობარი შევიძინეთ მაქედან და ხო, ნუ ის დამოკიდებულება არ გაქვს, კლიენტი და ხო, არა. მიმწოდებელი. კი ბატონო. აჰა, ეგ ყველაზე მაგარია რა. მე კიდე რა არის, იცი თქვა როგორ გითხრა, მე ხლა იარაღის განხილვას ვაკეთებ ხოლმე, ნუ დანებიც ახდება რასაკვირველია, დანების განხილვა ნაკლებად. თუ მაგ საქმეს დავნერგავთ ერთად, უფრო მაგარი იქნება. დღეს ჩვენ ძაღლები არ ამოვიდნენ. და მე ზუსტად ვიცი რატომაც. ქონთ ხალხი ქეიფობს და ალბათ ვიღალატ სადაც ვილო და იქ წავიდნენ არა ხო არიცოდნენ რა ხდება არა ძაღლის საჭმელი ყოველთვის ამოგვაქვს ხოლმე მოკლედ ბატონო დავით ეხლა ჩვენ ყველაზე რთული პროცესი გველის წინ შენ გერის შენ რა შენ ხო ნერვიულობ მე რომ ამას ვაკეთებ თუ არა რატო ნერვიულობ ჰა როგორ გამოვიდეს კარგად? ჰა? შეადაგო მაგაზე პასუხი ბიჭო ეს გაყინული იყო და რაღაცა არ მომწონს რა როგორ იშლება. გავხსენი. ეს რაღაც ჯადოა, ამიანად არის ამოჭრილი. ჩვენ ამას მოვოცლით. აი ესე სამზარეულოში ისე ლენტა. სამზარეულოში თუ მოღვაწეობ ხოლმე. არა ბატონო, სამწუხარო და საჭმლის გაკეთება შენის არ არის. ეხლა მე საჭმლის გაკეთება მიყვარს პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ ცომთან ურთიერთობაში მოვიკოჭლებ რა. მე რა ხაჭაპურს ვიცხე. ინტერესი მაქვს რომ გითხრათ, ეხლა ვიდეოებს უყურებ ხომ, თქვენი ყველა ვიდეო ნანახი ხომ აქვს. კიდე სხვაებიც რა, მაგრამ მე პირადად მწვადი შეწვა და ხაშლამა და რაღაც ძალიან ხაშლამა კი არის ცოტა სპეციფიური, მაგრამ ხაშლამას თუ ვაკეთებ კარგად, სადაური ხარ? იმერელი ხარაგაურით. ნუნისი თუ იცი. ნუნისი როგორ არის? გამოწყობლები როა. კი ბატონო, აი მაქედან არის. სოფელი ნუნისი? დიახ. მაგარ ადგილზე ყოფილ ხარ ძმაო. გვესტუმრე ზაფხულში? აუცილებლად. მე მან გამოქვაბულების დალაშქრას ვაპირებ, кайხანია. ვა. ხო და? აუცილებლად შევხმიანდეთ. ხო, იმიტომ რომ კარგი მამა პაულა იგვი. იქაური ადამიანი როცა არის. აჰა, აი ხლა ნახე ბატონო დავით მე რას ვიკადრებ. აი ამ დანას ავიღებ რა, აი ამას. ესე და გახსოვს ის რო გავაკეთეთ ის? რა გავაკეთე? ხაჭო. მე არის ყო ძალიან მაგარი. აი ეს. ქართლულია ხო? ძარი? ერბო ხაჭო ხო ქართლულია? არა. ერბო ხაჭოს მთიელები აკეთებდნენ მთაში. შეიძლება თუშურია, ხევსურულია, რა ვიცი. მთაში საერთოდ ხალხი უფრო წირი რესურსები იყო გამიგე? აი მარტო ხორცი იყო, ერბო იყო, კარტოფილიც არ იყო, კარტოფილი მერე შეიტანეს, ჰა? აი ესეთი რაღაცა უნდა გამოვიდეს, აი შეხედეთ. ამას ცოტა მუღამი უნდა ეს მანამდე სანამ ააცვეთ, ხო? ისქენით კარგა გაშალეთ. ხო და აი მწერი რესურსებიდან ცდილობდნენ რომ გაეკეთებინათ გემრიელი საჭმელი. ამიტომ ხო, ეხლა თავზე რო გაყრია ყველაფერი ხაშლამა ის აი ხილი, რა ვიცი, ბოსტნეული ხო? twini ნაკლებად გიმუშავებს, გეზარება, ეგეთ რაღაც მოიგონო და როცა ცოტა მწირი რესურსები გაქვს, იმაშრები, რა ქვია, ცდილობ რომ გაამრავალფეროვნო და მართლა გაამრავალფეროვნეს ისეთი გემრიელი საჭმელები აქვთ. და ნოყიერია რა. აი ხო, ნოყიერი და გემრიელი რა, ანუ კაიდანა ესა, ეს ბიჭო ჩემპიონი დანა გამოდგა, ნახე რა, ამასაც კი ადვილად აჭრის. ის შავი ჩემეზე იცი ისვისა, აი რო დაიკარგო სადი. სადა? და უი რა მისულობა რა. სადი მე რო დაიკარგო რა დღეში. მერე? მერე?
ჩვენ თო დავიკარგეთ. ჩვენ კი არ დავიკარგეთ. დაგვაღამდა. ჩვენ დაუგეგმავად წავედით ისეთ მოგზაურობაში, რომელიც გამოკლეული არ აქვს და შემოგვაღამდა და просто გავათერეთ, თორე დავიკარგეთ. 70 წელია გაცარგული. სადა იქა? ჩვენ სადაც ვიყავ. დათი ჩვენ უსაჩუქროთ რო არ ჩვენ რკონიდან. აი უნდა დაჩქო. ახსოვს ეს მოგეწონა შენ ეს ტიტანი სათამაშო ჩემგან გქონდეს. სათამაშო. ტყავი აღარ მეყო ხალხნო. კაი მკერავივით? არა. გააკეთებს მაინც თავის საქმეს არა? კაი მკერავივით მე ვიყავი სერჟანტი ჯარში. და საერთოდ თუ სერჟანტი ხარ ჯარში, გაქვს მძიმე ცხოვრება. ეს მძიმე ცხოვრება გაიძულებს თუ ხარტი აზროვნება გქონდეს, თორე თუ ხარტი აზროვნება არა გაქვს სერჟანტს. გაგიჭირდება, გაგტანჯავს. გაგტანჯავს თვითონ. ანუ სწრაფად უნდა ჩამოს, სწრაფად უნდა მოისაზრო რაღაცა რომ გააკეთო. ოფიცერა გეტყვით, ადი გააკეთე და მე უკვე შენ თვითონ უნდა ისახნა, რა ქვია. ყველაფერი შენზეა. მე მომიწია. ქალაქ ჩიტაში ვიყავი. ნუ შვენი რაღაცა. აქციოდა მე. იქა? იციო. ტუალეტში რომ მივდიოდით ბატონ დავით, მქონდა ორი ჯოხი. აიგე? ერთზე დაკავებული და მეორე. ჰა? მინდორში ხო? ერთს ჩამოკიდებდი რაც გეცვა და მეორეზე კიდე აი ეს უკვე მე დავტანჯე რა. მაგრამ რაღაცამდე მაინც მივიყვან რა. მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შენინე დავუტირე შენი. ძაღლები ვარ გავატ. რატო ამ ძაღლებს რატო გადაიგდე? მე ვარ გავატყანი. კორელი ხარ? კორელებს უყვართ ეგეთი რაღაცები. ძაღლები შეკავ. აი, ცოცხალ თაგვებს ჭამენ მაგას. ვინ რაღაც? კორელები. შეიადა რა ქნა. შენ გონია კაი ცხოვრებისგან ჭამენ ძაღლებს? ჰა? ძაღლის ხორჩი თან კიდე მაინც და მაინც გემრიელი არ არის. თუ კატლეტი არ გააკეთე. ო ამისიო. ჩიტაში ხალხი იყო შეულებრივ ჭამდა რა, უყვარდათ. ნო. გველებს ჭამს. არა, გველები არ იყო ჩიტაში გველს რა უნდა. გველი ეგონათ ისა. შლანგი. ეს არ ვიცი როგორ გავაკეთე. ნახეთ რა, მაგრამ დედას უტირებ ეს თუ ყველაზე გემრიელი არ გამოვიდეს. ეს უფრო რაღაცა რესტორნის ისა აქ რა, შესახედაობა და ეს უფრო ისეთია რა. შინაურული. ეხლა დავანთოთ ცეცხლი. და მაგ შემოქმედებასაც გაჩვენებთ როგორ შეიძლება ეს და ბატონ დავით გაგასინჯებ. შენ რაღაც მოიხიბლე მაგი თეატრელები. ნერვზე ნუ იმოქმედება. გამორთე. ცოტა გადმოდის. ხო არ მოხადო თავებში. ან მაგითივე ისქენი. ხო ან ხელზე გადმოიყარე რა. ძალიან არ მოგივიდეს ოღონდ, ძალიან არ მოგივიდეს. ესე, ახლა ესეც. ესეც. აჰა. კაი. მოკლედ, თუ ამის გაკეთებას დააპირებთ, აი ეგეთ ცოტა ფიცხია უფრო ცეცხლი. აქეთ მეორე მხარეს არ არის ფიცხი რა. გაიგე ბატონო დავით. რა გაიზდები მე უფრო და ძმაკაცებთან უჩემოთ დაიწყებს სიარულს. კაი ნახშირი. ჰა? აბარა, ზოგმა აიმე ეს რა მოგივიდა, რა მომივიდა რა. არც არა. შენ მიდი რამე ჯოხი იპოვნე? როგორ? არა მე არ მინდა, არაფერი აღარ მინდა. არაფერი აღარ მინდა. ამას არ უყვარს ძლიერი ცეცხლი რა და მალე შეიწვება. შენ ნახშირიანს მიირთმე თუ უნახშიროს? სასარგებლო ნახშირი. ნახშირი საერთოდ გაზების წინააღმდეგ რაღაცა არის, გაიგე შენა. ასე რომ თუ არ გინდა შეცხვე, ნახშირი შეჭამე. აჰა. მოგეთ ეხლა ეს დავალაგეთ, მალევე შეიწვება. ეს დავალაგე ხორცი და სადმე გავედი და რაღაცა არა. აქვეთ გეხართ სულ აკონტროლებთ. თორე თუ ერთი რაღაც იაღლიში მოვიდა, გამოშვა და მორჩა რა, გაფუჭდება. ეხლა შევწავთ. გადმოიღო და ბატონ დავით. პრინციპი გაიგე? ახლა მოდი.
ბადეკონი არ დაიშალა. ისიც კი არ დაიშალა, ძალიან უშნოთ რომ შემოვახვი. უნდა გახდეს აი ამ ფერი. ხო და ამას მეტი არაფერი არ უნდა რა და წავიდეთ. მანამდე სუფრა მოვაწყე, ჰა? ეს ბადეკონი რო შემოვახვი. რასა ბიჭო? წვრიანი იქნება. ჰა? ეს ძაღლი საჭმელი არის წამოწამე. საძავი კაცო. მაგას იმოდენას ვლები აქ რაჭამი. დადიქა. სასეთის გვინდა უნდა გაგასინჯო რა. ეს არის ძალიან ისეთი ღვინოა რა. საჭოჭმანო არ არის, მაგარი ღვინოა. აი, ბევრი სვენია და მოვიდა ეს დროც. აჰა. ინგარი. ბატონო დავით. შენ ღვინოზე თავი შეიკავე, კარგი? ბოღლიწ. ორი, იბატონო. ამასო გადაიღეთ ეგრევე ცხელს ნუ ეძგერებით. ცოტა აცადეთ რომ დაისვენოს რა. იმიტომ რომ ძალიან ცხელი მერე გემოვნებულ თვისებებს კარგავს რა. ცოტა უნდა შეგრილდეს. ოღონდ არ უნდა გაცივდეს. ესე თანები ყუახმარა მოიტარა. თუ ხდება. თონის პურისის არ მიყვარს. ყუა. აი დედაუტირა მიდი. აი, მაიცა ბატონო დავით. შენ ნუ იმას ისა. მოდი. აი ეს დავშალოთ ჯერა. თან მომშიებია მაგის დედავატირე და წვენი ნახე რა იკადრა. ეს სისხლი არ არის რა, ეს არის ამისი წვენი, რომელიც ბადეკონმა არ გაუშვა რა. ჰა? წვენიანი იქნება. წვენიანი? არის წვნიანი. ხო და წვნიანი ვეც. ხო, აბა წვნიანი უნდა იყოს ბიჭო. წვნიანი. მოდი რა, აი მას შენ გადმოგიხებ. მიდი. გამოვთვი? ხო. აი მას შენ გადმოგიხებ. რა წვრიანი. მე როგორც პატარა აი მას შეჭამ. ეს მერე თამათას. გავსინჯოთ აბა. ბატონო დავით დანა გაქვს? კი. მე დაგიჭრი. ან ეგრევე ჩააფრინდით. აჰა, კარი. ისა? აი შეგინახე და სისხლი რამე არა, ღია ფერია. ესე იგი? აი ეს მწვადი ცხვარი, რომელია მწვადი ცხვარი? არა, ეს მარტო ღვიძლია. გასინჯე. ჩანგალი. ჩანგალი. მაგავსინჯოთ და მერე გავსაჯოთ. ძალიან ახლა ქალაქურად მოგვივიდა დაჭრა, მაგრამ არა უშავს. კაია. აბა გავსინჯოთ. აღარ ვიარ. რა. უძრი? არ მოგეწონა? მე ზოგადად არ მოყავს ხოცინდა. ბავშვებს საერთოდ არ მოწონთ ხოლმე. მოდი. სადღაც ძალიან გემრიელია ბატონო. გაუმარჯოს თქვენ მაგას. მოდი ამიტი, ჩანაცნობას გაუმარჯოს. აჰა. ჯერ რა დააშავე კაცო. ბოდიში რო ზურგით გიდგა, თუ ჯერი ხარ, თუ გენ წინ დაგვიჭრი. აჰა. იყოს. რო არ დაინაჯო. იმას ავიდავთ რა ფიროსმონის ნახატი. დავადების кейფი. წვადი უდეთ ღვინო და ძალიან ბევრი არაფერი, მაგრამ სამაგოდ ცხელი გულია და ჯიგარი ხალხია. ხო და აი იმ ჯიგარი ხალხის დამატებით. ჩვენ გაგიმარჯოს. ჩვენ кейფს გავუმორჩენ, პულისებს გავუმორჩენ. ჩვენ გაგიმარჯოს ხალხო, ვინ გიყურებთ? ყველანი მიყვარხართ, ყველას გაფასებთ და საქართველოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ჩვენ შეხვედრა, ჩვენს გაცნობას. ლევანდელ დღეს გაუმარჯოს და ჩვენს იგეთი არ მოგშლოდეს. გაიხარე. ცოტა გაზი კი აქვს ამას, ვიცი, სასიცხე. მართლა კაი რა, თქვენ გაიხარე. აი ესეთი რაღაცა. ამინ. აი ესეთი რამე გააკეთეთ, შეწვით. ისიამონეთ, ის ხო? უგემრიელესია. მაგარი დანების განხილვა, გემრიელი ტონებით. კარგად გზანდებოდეთ. შემდეგ ვიდეომდე.